მთლიანად მთელი ქალთა უფლებათა დაცვის ნარატივი საფრთხის ქვეშ დგება, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, გჭირდება თუ არა თანასწორობა. საქართველოში გენდერული როლებისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება და გენდერული სტერეოტიპების ნაწილი კიდევ უფრო მყარდება. გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ახლა საქართველოს მოსახლეობის აღქმები და დამოკიდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ 2013 და 2019 წლებთან შედარებით უფრო კომპლექსურია. კვლევის თანახმად, ახლა უფრო პოპულარულია აზრი, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. ამასთან მამაკაცების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ძალადობა ქმარსა და ცოლს შორის პირადი საკითხია და რომ ამაში სხვები არ უნდა ჩაერიონ. მამაკაცების 20%-საც ჯერა, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ქალი ცემას იმსახურებს. საზოგადოებრივი განწყობების სრულებასა და დისკრიმინაციული მიდგომების გაძლიერებას ქალთა უფლებადამცველები რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის უპირველესად კი ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებენ. დღეს, როდესაც გენდერი უკვე ამოღებული იქნა ყველა კანონიდან. დღეს, როდესაც სახელმწიფოსთვის გენდერული ნიშნის ძალადობის ბრძოლა აღარ არის პრიორიტეტი. დღეს, როდესაც არც ერთი სახელმწიფო უწყება არ აკეთებს არაფერს, არ საუბრობს რას აკეთებს, არ საუბრობს რა ღონისძიებებს მიმართავს ამ ყველაფრის მიმართ. გაუქმდა გენდერული კვოტირება, გაუქმდა გენდერის საბჭოები. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი აღარ არის. როცა მნიშვნელოვანი აღარ არის, ეს ნიშნავს, რომ უკვე პირიქით მოხდება, უკუსვა წამოვა და გამწვავდება, დამძიმდება მდგომარეობა. გასულ წელს თუნდაც საკანონმდებლო ორგანოში როგორი სიძულვილით ახსავსე წინადადებების და ქმედებების მსხვერპლნი გახდნენ პოლიტიკოსი ქალები. ქალები, რომლებზეც წარმოდგენა გვაქვს, რომ ისინი თავს იცავენ, არიან სხვების ხმების გამოჟღერებლები და ამას, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს, რომ ერთმა დეპუტატმა, კაცმა შეიძლება მეორე დეპუტატ ქალს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენოს, ეს რა თქმა უნდა ავტომატურად აისახება სოციალურ ყველა შრეზე და ეს აუარესებს სხვა უფრო მოწყვლადი კატეგორიის წარმომადგენელი ქალების უფლებრივ მდგომარეობას, იმიტომ რომ მე თუ ვუყურებ, რომ ძლიერი ქალი, რეალიზებული ქალი საჯარო ველში ვერ იცავს თავს, არ არსებობს თავდაცვის მექანიზმები, თუნდაც კონკრეტულ მაგალითზე ვამბობ საპარლამენტო მექანიზმები, როგორი არსებობს ყოფით ცხოვრებაში ამ სტერეოტიპებისგან თავდაცვის მექანიზმი. კვლევის თანახმად თითქმის ყოველი მესამე მამაკაცი მიიჩნევს, რომ გაუპატიურების შემთხვევაში ისმის კითხვა. აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ მამაკაცების რაოდენობა, ვინც გაუპატიურების შემთხვევებს ქალის დაუდევრობას უკავშირებს 14-დან 21%-მდეა გაზრდილი. გაზრდილია მათი რაოდენობაც, ვინც ეთანხმება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭქვეშ არ უნდა აყენებდეს. როდესაც საზოგადოება ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს, ბევრი სხვა აქტორისგან და სახელმწიფო ამ დეზინფორმაციას არ ებრძვის, რაც გენდერულ დეზინფორმაციას გულისხმობს. ძალიან რთულია კონკრეტულ პირს მოსთხოვრო, ის არ გაებას ამ მახეში. ყალიბდება აზრი, რომ ეს ასე ხდება, რომ ქალები იტყუებიან ძალადობაზე, ქალები იტყუებიან გაუპატიურებაზე. ქალები იტყუებიან სექსუალურ ძალადობაზე. ამ ყველაფერს თუ არ ებრძოლა სახელმწიფო, გენდერულ დეზინფორმაციას თუ არ შეებრძოლა სათანადოდ, რა თქმა უნდა, ეს აზრების ფორმირებაზეც გავლენას ახდენს. ქალთა უფლებადამცველები ამბობენ იმასაც, რომ თუ სახელმწიფო პოლიტიკურ ნებას არ გამოავლენს, არ დასჭის მოძალადეებს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის სოციალურ კამპანიებს არ აწარმოებს, გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც თავის მხრივ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინაპირობაა, კიდევ უფრო გამყარდება.